მოგესალმებით, ჩემო საყვარლებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. მოვედი, დაგიბრუნდით თქვენი თათა. იმედია ყველაფერი ძალიან კარგად არის. მართალია ცოტა დაძაბულობა, ცოტა არა ძალიან დაძაბულობა აქვს ქვეყანაში, თუმცა ძალიან დიდი იმედს დავიტოვებ, რომ ყველაფერი ძალიან ცოტა ხანში გამოსწორდება, ძალიან მომენატრეთ სულ ყველა. თითოეული თქვენგანი როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად ხართ. პირადი კონსულტაციებისთვის მეგობრებო დავტოვებ ნომერს, ტელეფონის ნომერს პირველ კომენტარებში ავპინავ და შემეხმიანეთ. ესე რომ იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. როგორ ხართ? ძალიან მომენატრეთ. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ. და მითმობთ თქვენს დროს, დაუყურებთ ჩემს არხს, გამოიწერეთ მეგობრებო. თქვენი პირადი ტაროლოგი თათას გვერდი. დღეს მართლა ვკითხეთ, არ მომიფიქრებია რაზე უნდა გავშალოთ. მომწერეთ კომენტარებში საყვარლებო რაზე გავშალოთ. მოდი დღეს ძალიან მომენატრა ეს ტაროს დასტა, რომელიც ძალიან დიდი ხანი არ გამომიყენებია და ვნახოთ დღეს გაქვთ თუ არა, არის თუ არა თქვენზე რაიმე კონკრეტული სახის ნეგატივი. ვნახოთ აი ხა პროცესში წამოვიდა უბრალოდ ეს აზრი და ვნახოთ გაქვთ თუ არა რაიმე კონკრეტული სახის ნეგატივი. არის თუ არა თქვენზე რაიმე სახის ნეგატივი. და თუ არის, ვისგან არის, რატომ და ასე შემდეგ, ხო? მოდით დავიწყოთ. ავირჩიეთ რამდენიმე ვარიანტი და დავიწყოთ გაშლა. ნახოთ რამდენი ვარიანტიც ხელს ამოება, რა თქმა უნდა. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, იმედია ყველანი კარგად ხედავთ და მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ესე ვქნათ. აირჩიეთ შემოკარგო, დაფიქრდით ძალიან კარგად, რომელი ვარიანტი რეზონირდება თქვენზე უკეთესად და ვნახოთ არის თუ არა ნეგატივი და როგორ მოვიშოროთ ის თუ გაქვთ. რომელიმე ვარიანტს, რა თქმა უნდა, წარმოდგენილს. და ვნახოთ რჩება ასევე ტაროსგან, გამოვიყენებ რა თქმა უნდა დამხმარე ტაროებს. მოდით ორი ვარიანტი გადავდოთ და დავიწყოთ პირველი ვარიანტისგან. შეყვარებულები. ვნახოთ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს აქვთ თუ არა ნეგატივი. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ვიტყოდით შემოკარგებო და საყვარლებო ესეთ რაღაცას. ნეგატივი როგორც ესეთი შეიძლება არ გაქვთ, ანუ რაღაცა კონკრეტული გაკეთება, ანუ ხო ხვდებით რას გულისხმობ ამ ნეგატივში, ანუ თუ ვინმე რამე გააკეთა თქვენზე, ან რაღაცა ესეთი, ხო, სიტყვაზე, მაგრამ თუმცა ნახეთ აქ როგორი თემა არის და მომენტი არის, იცით, თუ თითქოს და თქვენი ფინანსური საკითხები და თქვენი ფინანსური თემები, აი რომლის გადაჭრასაც ფიქრობთ, ხო, სიტყვაზე ფიქრობთ, რომ რაღაცა თქვენი ფინანსური შემოსავლები დაეცა, რაღაც თქვენი ფინანსური აღარ შემოდის, ხო? თითქოს რაღაცა კონკრეტული ადრე უფრო ბევრი შემოსავალი გქონდა, თუმცა ეხლა რატომღაც ცოტა მინელდა, ხო, თქვენი შემოსავლები და აღარ შემოდის იმდენი იმ ხელათანხა. ჩემოკარგებო და ჩემოსიყვარულებო, ანუ მე მინდა ვთქვა ის, რომ რაღაც კონკრეტული ნეგატივი თქვენზე ნამდვილად არ არის, ანუ ნამდვილად შემიძლია ეს ვთქვა, თუმცა აი არის რაღაცა კონკრეტული პრობლემები ფინანსებთან დაკავშირებით. ხო, რომელსაც მოდით განვიხილოთ ახლა. ხართ რაღაცა კონკრეტულად, ანუ როგორ სიტუაციაში ხართ, იცით? ფიქრობთ რატომ მოგივიდათ, ხო? ესე ადრე თუ მაგალითად ყველაფერი კარგად იყო, ფინანსების შემოსვლა თქვენს ცხოვრებაში მაგალითად არ წარმოადგენდა, ხო, პრობლემას, რაღაც კონკრეტული თანხები, რაც თქვენ მაგალითად გჭირდებოდათ, ან სულ გჭირდებოდათ, მაგრამ თითქოს და ნებისმიერი გზებით შემოდიოდა, ხო, ფინანსური ენერგია თქვენს ცხოვრებაში. ახლა რატომღაც აღარ არის ისეთი
მჭახე ესე რომ ვთქვათ, ხო? და რაღაცნაირად ამან როგორ არის იცით, აი თითქოს ფინანსებს ელოდებით რაღაცა კონკრეტული საქმის გამოსვლას, ხო? თუმცა რატომაც არ დაადგა აი ამ ყველაფერს თითქოს და საშველი, ხო? თუ ვინმე ფიქრობთ პირველი ვარიანტის წარმომადგენლები თქვენზე რაღაცა კონკრეტული ფინანსური ნეგატივია გაკეთებული, მე პირდაპირ შემინდა გითხრათ, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის, თუმცა ვნახოთ ახლა რატო შენელდა ფინანსების შემოსვლა. ფინანსების შემოსვლა რატო შენელდა თქვენს ცხოვრებაში? რატო შენელდა ესე ვთქვათ შემოსვლა ფინანსების თქვენს ცხოვრებაში პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, ხო? აქ არის ფინანსური კარტი, კი ბატონო. იმიტომ რომ ჩემო საყვარლებო თქვენ ხართ ახლა კონკრეტულ ტრანსფორმაციის პერიოდში და ნახეთ ახლა რა ხდება. რისი თქმა მინდა მე. ანუ ის კონკრეტული თითქოს როგორი მომენტი არის, იცით რომ ნახეთ? ანუ ის რომ ყველა გზიდან მოგდიოდათ ფული, ის რომ აი ყველაფერი ისე იყო როგორც თქვენ გინდოდათ, ხო? მაგალითად თქვენ ამაზე იცით როგორი მომენტი არის თქვენს ცხოვრებაში პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს, ნახეთ. მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ ძალიან დიდი ტრანსფორმაციის პერიოდში და რატო? ნახეთ, თუ მაგალითად აკეთებთ ისეთ რაღაცას, რაც არ მოგწონთ, რაცაც ბედნიერება თქვენთვის არ მოაქვს, ხო? რაც უბრალოდ აკეთებთ იმიტომ, რომ ფინანსური კეთილდღეობა გქონდეთ, ხო? აი ამას მიგიყვანათ სამყარომ უკვე აი ამ კონდიციამდე, როდესაც შეგიწყდათ ფულის შემოსვლა, როდესაც გაგიჩერდათ ფინანსების შემოსვლა, იმიტომ რომ აკეთოთ საყვარელი საქმე. და რაც ყველაზე ძალიან დიდ ბედნიერებას განიჭებთ ჩემო საყვარლებო, ხო? აი ის აკეთოთ, რასაც ყველაზე ძალიან მოაქვს თქვენთვის აი мотивация, ემოციები, ხო, რისი კეთებაც იმდენად მოგწონთ, მაგალითად, ხო, შეიძლება იყოს თქვენი ჰობი, რომ თქვენი ჰობი, მაგალითად, თქვენი რაღაცა წარმოსახვა, მაგალითად, ხო, აი რაღაცას აკეთებთ და გაბედნიერებთ, შეიძლება ეს არ ვიცი, ქსოვა იყოს ნებისმიერი სახის, ხო? ან რაღაცა ხელნაკეთი ნივთები, ან რაღაცა, რომელიც აი აბსოლუტურად თქვენია, მიხვდით? რომელიც აი აბსოლუტურად გაბედნიერებთ, ზუსტად ეგ არის, რომ მიგიყვანოთ სამყარო მიქამდე. ჩემო კარგებო, რომ ბოლო-ბოლო დაიწყოთ თქვენი იმ საქმის გაკეთება, რომელიც მოგიტანთ აი სხვა ემოციებს, მიხვდით? ზუსტად ანუ აი ტრანსფორმაციის პერიოდში მიგიყვანოთ თვითონ სამყარომ და განიშნებთ, რომ ის რასაც აკეთებთ ახლა, ეს არ არის თქვენი გზა რეალურად, მიხვდით? როგორც კი დაუბრუნდებით იმ გზას სიტყვაზე, ხო? აქ შეიძლება რომ ზოგისთვის როგორი მომენტი იყო, იცით, აკეთებდით რაღაცა თქვენ კონკრეტული ბიზნესი ან რაღაცა მისთი მცირე ბიზნესი გქონდათ, ხო კი? მცირე ბიზნესი გქონდათ, ხო? მაგალითად და გადაწყვიტეთ სხვა სფეროში წასვლა იმისთვის, რომ მაგალითად უფრო მეტი შემოსავალი გეპოვათ იქ, ხო? აი ზუსტად ამაზე არის საუბარი, რომ ღმერთი გეუბნებათ, რომ სანამ ისევ იმას არ დაუბრუნდებით და სანამ ისევ იმას არ იწამებთ, ხო? სამყაროსგან მესიჯი რა არის თქვენთვის პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, რომ სანამ ისევ იმ საქმეს არ დაუბრუნდები, რომელიც ამდენი ემოცია და აი ასეთი ემოცია მოგონდა თქვენთვის, ხო, მანამდე, ანუ აი მაქსიმალურად შეეცდება სამყარო, კი, რომ შეგიქმნათ დაძაბულობა, რომ შეგიქმნათ დისკომფორტი, რომ მაგალითად, ხო, აი რომ მაგალითად სიტყვაზე, იცით რა არის, კი, შოვება კარგი ფული, სადაც ეხლა ხართ და სადაც რასაც ეხლა აკეთებთ, მაგალითად, კი, მაგრამ ამას არ მოაქვს თქვენთვის ემოციური დატვირთულობა, ხო? ამას არ მოაქვს თქვენთვის რაღაცა ეს სიხარული ბედნიერება, მაგალითად, ხო, რომელიც უნდა მოგონდეს საქმის კეთებას რეალურად და ზუსტად აი აქამდე მიგიყვანათ სამყარომ, რომ ირწმუნოთ ის, რომ თქვენ რასაც აკეთებთ, ყველაფერი გამოგივათ, აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ და სანამ იმას აკეთებთ, რაც არ მოგწონთ, მაგალითად, ხო, რაც არ გაბედნიერებთ, მანამდე ჩათვალეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რა სფეროშიც არ უნდა წახვიდეთ, რაც არ უნდა გააკეთოთ, სადაც არ უნდა გადაეწყოთ და რაც არ უნდა გეგონოთ, რომ მილიონი გექნებათ, ის არ გექნებათ, ჩემო კარგებო. ანუ არ მოგიტანთ სამყარო აი ამ ყველაფერს, სანამ თქვენ არ იმოქმედებთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ესეთი ადამიანი, მიხვდით? აი ემოციური კავშირი აბსოლუტურად იმდენად ძალიან დიდი გაქვთ სამყაროსთან, ეს ემოციური და მენტალური კავშირი, მიხვდით? როგორც კი ეს მენტალური კავშირი რაღაცა კონკრეტულის კეთებაში თქვენთვის წყდება, ანუ მიხვდით რაღაცა
რაც ზღვარი ჩნდება თქვენსა და სამყაროს შორის, აი ამ თქვენი ემოციების ნაკლებობის შიგნიდან, მანამდე თქვენ არ გექნებათ ფინანსური ნორმალური შემოსავალი, ანუ იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, სადაც არ უნდა წახვიდეთ, რასაც არ უნდა შეეხოთ, ხო? აი რაც არ უნდა გააკეთოთ, სამყარო ყოველთვის გეტყვის, რომ ეს არ არის თქვენი გზა. თქვენი გზა არის ის, რაც თქვენ ემოციებით დაგაკავშირებთ სამყაროსთან. აი ესეთი მომენტი, აი რომ გითხრათ ახლა, რომ ვაიმე წმენდები ხართ ან მაგალითად რაღაცა კონკრეტული ისეთი ნეგატივი გადევთ რომ ღმერთო ჩემო მიაკითხეთ ვიღაცას ნუ არა რა თქმა უნდა არ მოვიტყუები ნამდვილად რასაც მიჩვენებენ უმაღლესი ძალები და რა ინფორმაციაც მომდის ეს ნამდვილად ესე არის არ ხართ თქვენ ახლა იმ კონდიციაში რომ ხო რომ რაღაცა უბრალოდ ანუ ნახეთ შეიყვარეთ თქვენი თუ მაგალითად ისე გინდათ რომ იყოთ სადაც დიდი შემოსავალია მაგალითად ხო ანუ სიტყვაზე არ გაქვთ ბიზნესი მაგრამ ფიქრობთ რა ანუ რა დაიწყოთ ხო ანუ რა წამოიწყოთ იმისთვის რომ თქვენ გქონდეთ ფინანსური შემოსავალი ერთადერთი პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის იცოდეთ რომ თუ თქვენი ემოციური ესე იგი ვიბრაციები დაბალი იქნება და ეს საქმე არ მოგიტანთ ბედნიერებას თქვენ ამ საქმეში ვერ გაიმარჯვებთ შემოსაყვარლებო ნამდვილად არ იქნება ის ფინანსური შედეგი, რომელიც თქვენ ასე ძალიან გინდათ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს. თქვენი იბმა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმდენად დიდია პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ჩამოკარგებო და საყვარლებო. ყველაფერი არის ვიბრაციები, ყველაფერი აბსოლუტურად ამ სამყაროში არის ენერგია, ჩვენც ენერგია ვართ, ყველა აბსოლუტურად, ხო? უბრალოდ განსხეულებული ენერგიები ვართ და შესაბამისად ჩვენი ენერგია, როდესაც არის სიხარულის, ბედნიერების, აი აბსოლუტური ბედნიერება, რა არის სამყარო? სამყარო არის აბსოლუტური სიყვარული, ხო? სიყვარულზე მეტი ამ სამყაროში არაფერი არ არის და ზუსტად ეს არის, რომ სანამ თქვენ არ შეიყვარებთ იმ საქმის კეთებას, რასაც აკეთებთ, ან მაგალითად თუ ეხლა იწყებთ ბიზნესს, ხო? ზუსტად ის აკეთეთ, რაც გიყვართ, ჩემოკარგებო, რაც ბედნიერებას მოგანიჭებთ, რაც ემოციებით დაგვტვირთავთ აბსოლუტურად, ხო? და ზუსტად აი აქ მიაღწევთ თქვენ წარმატებას. კი, იმიტომ რომ ახალი გზა გეხსნებათ. ახლა როგორც კი აირჩევთ იმას, რომ თქვენ ხო, ახალი გზა გეხსნებათ აბსოლუტურად და ეს მოგიტანთ ზუსტად ბედნიერებას, ჩემოკარგებო, თქვენი საყვარელი საქმე, რომელიც თუნდაც შეიძლება ეხლა რაღაცა ჰობის სახით იყოს და თითქოს და რაღაც ეხა ამით როგორ შეიძლება რომ მე რაღაც ფინანსური კეთილდღეობა გამოვიმუშაო, ხო? არა, ჩემოკარგებო, ზუსტად აი ეს არის. აი პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ვიღაცებს გაცნობიერებული არ ქონდეთ, მაგრამ დააკვირდით პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს, ვინც ახლა მიყურებთ და ჩემთან ერთად ხართ, დააკვირდით, როგორც კი თქვენი ვიბრაციული, აი ეს ბედნიერების დონე რაღაცა ეცით როგორი მომენტი, როგორ მინდა გითხრათ, რომ აი დაბლა ეცემა, ხო? რაღაც გაბრაზებული ხართ, რაღაცა მომენტში ეს ჟარგონულად დაგრუზული თუ ხართ, ხო, მაგალითად, ან რაღაცა ისე ვერ ხართ რა. ანუ ყველაფერი თითქოს ჩერდება, მიხვდით? აი, შემოსავლები იგივე, რაღაც საქმე უნდა გამოგცლოდეთ, მაგრამ აღარ გამოგდით, მაგრამ ნახეთ, დააკვირდით აი ამ ყველაფერს, თუ ენთუზიაზმით, აი თუ ბედნიერებთ, მაგალითად, სადღაც შეხვედრაზე მიდიხართ, რაღაც კონკრეტული საქმე უნდა გადაწყვიტოთ და აი მოლოდინი გაქვთ ყველაფერი იდეალურს, ხო, ძალიან კარგის. აი ამ შემთხვევაში ყველაფერი ისე გამოდის ხოლმე ზუსტად როგორც თქვენ გინდათ. პირველი ვარიანტის წარმომადგენლები ძალიან გთხოვთ მომწერეთ კომენტარებში იმდენად საინტერესოა. აი ისეთი საინტერესოა თქვენი ვიბრაციები, რომ გიჟდები, ხო, კი, ნამდვილად და იცით რა არის, არასოდეს არ მისცეთ თქვენ თავისუფლება პირველი ვარიანტის წარმომადგენლები, რომ თქვენივე ანუ გონებამ აზრებმა, ხო? ნეგატიურმა აზრებმა, რომ რაიმე კონკრეტული საქმის გაკეთებაში ან რაღაცის გამოსვლაში, ხო, მაგალითად, რომელიც თქვენ გინდა, ხელი შეგიშალოთ, მოიშორეთ ყველა ნეგატიური ფიქრი აუცილებლად, ეხლავე ამ კონკრეტულ წამს და აი ამ კონკრეტულ მომენტში. იმიტომ რომ როგორც კი თქვენ ელემენტარულად მაინც შეგეპარებათ ეჭვი რაღაცის გამოსვლაში, ან როგორც კი თქვენი ვიბრაციული აი ეს ბედნიერების დონე დაეცემა ქვევით, აი მაშინვე იწყებს ყველაფერი, აი მოვლენები თითქოს ისე ვითარდება თქვენ ცხოვრებაში, რომ აი ყველაფერი დაბლა ეცემა, მიხვდით? აი არაფერი აღარ ხდება, თითქოს სამყარო იყინება თქვენთან და აი ეს არის ზუსტად ის ემოციური კონკრეტული ბმა სამყაროსთან,
რომელიც აუცილებლად უნდა კონდეს ეს რა თქმა პირველი ვარიანტის წარმომადგენელი, სადაც უფრო ბედნიერებად იგრძნობთ თავს, რაც უფრო მოტივირებულები ხართ იმისთვის, რასაც აკეთებთ, ეს მოგიტანთ თქვენ შემოსავალს, ჩემო კარგებო. ეს მოგიტანთ ძალიან დიდ ბედნიერებას. კი ბატონო, ნახეთ. აუცილებლად შემოსაყვალებო, აუცილებლად პირველი ვარიანტის წარმომადგენლები. თქვენი თავის ჯადოქრები ხართ, თქვენ უბრალოდ ეს არიცით და აგერ არ ვიცი ხა ამ არკანებზე მეტი არკანი სამყაროს ფიზიკურად რა უნდა გითხრათ, ნახეთ. მაშინ მოვა თქვენთან ფინანსური წარმატება და ბედნიერება, როდესაც იქნებით ამ ასეთ ამაღლებულ განწყობაზე და ნახეთ სამყარო თვითონ მოგიტანთ ყველაფერს, ლანგარზე შეიძლება გითხრათ, რომ მოგართმევთ ყველაფერს, ოღონდ არ გაწყვიტოთ სამყაროსთან ეს ენერგეტიკული ბრმა, ეს ენერგეტიკული ეს ბედნიერების და რაღაც აღტაცების შეგრძნება, ხო? არაფრით არ გაწყვიტოთ ეს ყველაფერი და თუ კი რაიმე ნეგატივი შემოგეპარებათ, მაშინვე გააუქმეთ თქვენს თავებში შემოსაყვალება, მაშინვე აბსოლუტურად მაშინვე გააუქმეთ თქვენს თავებში და თქვით რომ ეს თქვენი არ იყო. ეს თქვენი ფიქრი არ იყო და ეს თქვენი აზრი არ იყო, ხო? უღრმესი მადლობა პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად. მომწერეთ აუცილებლად კომენტარებში რამდენად რეზონირდა და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს აბსოლუტურად თავისუფალი და ბედნიერი ადამიანები ხართ. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს შემიძლია ვთქვა არანაირი ნეგატივი არ გაქვთ. არანაირი, იმდენად დარწმუნებულები საკუთარ თავებში, იმდენად ბედნიერები, თქვენ რა უნდა შეგეხოთ. გამორიცხული თემა, არც ერთ შემთხვევაში არაფერი არ შეგეხებათ თქვენ ნეგატივის სახით. ყოველ შემთხვევაში მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს ისეთ ენერგიებში ხართ. ძალიან კარგ ენერგიებში ხართ. მეორე ვარიანტის წარმომადგენლები კი შვენიერი აბსოლუტურად ვერ ვიტყვი თქვენზე ვერაფერს არანაირი მე შემიძლია გითხრათ რომ არანაირი ენერგია ხო არ შეიძლება რომ თქვენ მოგეკაროთ კი არა გამორიცხული აგერ გამორიცხულია თითქოს როგორი მომენტი არის იცი ვინც რაც არ უნდა შეეცადოს რომ თქვენთვის რაღაცა კონკრეტული არ ვიცი ეს ხო ზემოქმედებაც კი მოახერხო ან მოახდინონ თქვენზე და ვისაც ძალიან არ უნდა უნდოდეს ერთი წამი იქ მე ეს გავასწორო რომ ესე არ გვიჭყიდინოს შუქმა თითქოს როგორი მომენტი გაქვთ იცი მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს ნახეთ იმდენად თვით დარწმუნებული ადამიანები ხართ პენტაკლების ტუზებია ტუზი მონეტები ხო პენტაკლები ჩვენი საყვარელი ძალიან მიყვარს ეს არკანი ნამდვილად იცით რა როგორი მომენტია რა მინდა გითხრათ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ხო თქვენ იმდენად ხართ თქვენ საქმეებში ჩართული ხო თქვენ ცხოვრებაზე გადართული იმდენად საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნებები რო ხართ და აბსოლუტურად შემდგარი ადამიანები რო ხართ ეს ფაქტია აბსოლუტურად ფაქტია თუმცა მინდა გითხრათ ესეთი რამე რომ რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა რაც არ უნდა უნდოდეს ვიღაცას რომ რამე გაგიკეთოთ ხო ნეგატივის სახით ყოველ შემთხვევაში და თქვენს ზემოქმედება მოახდინოს თვითონვე ერიდონ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის თვითონვე ერიდონ დამკეთებელი და შემსრულებელიც დამკვეთი ესე რომ ვთქვათ ხო და შემსრულებელიც იმ შედეგებს რაც მოყვება ნამდვილად იმიტომ რომ ნახეთ იცით როგორია თქვენივე თქვენ თვითონვე აღებთ ყველანაირ კავშირს აბსოლუტურად მიხვდით იმდენად ხართ მენტალურად ძლიერი ადამიანები რომ რა ყველა მოგერიდოთ მართლა იმიტომ რომ იმდენად დიდი და ძლიერი ენერგია გაქვთ რომ არ მგონია საერთოდ ვინმე მოგეკაროთ ან შეგეხოთ ან თქვენზე რაღაცა კონკრეტული ზემოქმედება ნამდვილად მოხდეს კი ნახეთ ერთი და იგივე როგორ გველაპარაკება ტარო დღეს გიჟდები ნახეთ როგორი მომენტი არის კიდევ ერთხელ ვიცახი მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს რომ აქეთ გერიდონ სუყველამ აქეთ გერიდონ არ ვიცი არ ვიცი ფიზიკურად გაოცებული ვარ ნამდვილად იმდენად დიდი ენერგიის პატრონები ხართ თქვენ თვითონვე შინაგანადო და თქვენ ზუსტად იცი თუ დაკვირვები ხართ მაგალითად ან დააკვირდით შემდეგზე ესე იგი მეორე ვარიანტთან ისე უნდა
ტაროს არკანებს ლაპარაკი, რომ მეც არ მაცდიან, ფაქტიურად შემიძლია ვთქვა. დააკვირდით მეგობრებო, თუ ვინმე რამე ოდნავ მაინც სიტყვაზე ცუდად შემოგხედათ და თქვენი სარგესია მოვნათ, ხო, მაგალითად, ნებისმიერ თქვენი საახლობლოდან, ხო? დააკვირდით მოვლენებს, როგორ ვითარდება ეს მოვლენები მერე მის ცხოვრებაში, ხო? ანუ როგორ მოქმედებს, ხო, თქვენგან გაგზავნილი რაღაცა თუნდაც ემოციური ნეგატივი, მაგალითად, ან სიტყვაზე არ მოგწონთ სიტუაცია, ხო? ან რაღაცა ვიღაცამ გაგაბრაზათ, ან ასე შემდეგ და აი თქვენ გაბრაზებულ გულზე რაღაცა კონკრეტულად უსურვეთ ადამიანს სიტყვაზე. ანუ როგორ ხდება მის ცხოვრებაში ეს ყველაფერი? თქვენ დაუნებურად სხვათა შორის მიხვდით? აი თქვენ შეიძლება რაღაცა კონკრეტულად ცუდი მიზნებით არა გამიზნულოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ნახეთ როგორ ხდება ეს ყველაფერი. ძლიერია თქვენი ენერგია შიგნიდან, რომ არ ვიცი, გერიდონ, ნამდვილად გერიდონ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს, აი პირდაპირ ვიტყვი, რომ მოგერიდონ აქეთ ყველა არანაირი პრაქტიკა თქვენზე არ იმოქმედებს, დარწმუნებული ვარ, კი. კი. აბსოლუტურად თქვენ ხართ, აი მეორე ვარიანტი მაინც რა მინდა რომ ვთქვა, აი ზუსტად იცის თვითქოს მისი ძალები, მისი მოდი ესე ვთქვა, ამ ქვეყნიური ძალები, მიხვდით? თვითქოს აი დარწმუნებული არის, რომ აი არაფერი და არავინ და ვერავინ მას ვერ შეეხება, მიხვდით? ანუ აი არანაირი ნეგატივი და იმიტომაც არავის საქმეში თითქოს ხერს არ ყოფთ, მიხვდით? აი არავის ცხოვრება არ გაინტერესებთ, ხო? თქვენ საქმეზე, თქვენ სამსახურზე, თქვენს პირად ურთიერთობებზე, სიტყვაზე, აი აბსოლუტურად გადართული ხართ. არაფერი არ გაინტერესებთ გარდა იმისა, რომ მაგალითად გამოიმუშაოთ თანხა, ხო? მაგალითად საყვარელ ადამიანს მიაქციოთ ყურადღება, მაგალითად თქვენს ოჯახზე იზრუნოთ. არაფერი გარდა ამისა არ გაინტერესებთ, მიხვდით? აი თქვენთვის მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ვიტყოდი, რომ აი ცოტა უცხოც კი არის, მიხვდით? აი ვიღაცის განსჯა მაგალითად, ვიღაცებს ჭორაობა, ხე შეიძლება მეგობრები ან სიტყვაზე დაქალებიან, როდესაც მეგობრები შეიკრიბებით, ხო? აი იქ მიდის რაღაც კონკრეტულ თემებზე ლაპარაკი და თქვენც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩაებათ რაღაცა თქვენი აზრი გამოხატოთ, მაგრამ არ გაინტერესებთ, მიხვდით? იმდენად ხართ თქვენს საქმეებზე გადართული და კი ზუსტად იცით, ზუსტად დარწმუნებულები ხართ, რამხელა ენერგიის მატარებლები ხართ და როგორ გამოიყენოთ ეს ენერგია სწორედ. აი ზუსტად როგორ მართოთ ხო ეს ენერგია სწორედ აი ფაქტურად დარწმუნებული ვარ რომ არავინ ვერასოდეს აი ვერანაირი ენერგია ვერ შეგეხებათ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში. აბსოლუტურად დარწმუნებული. თითქოს როგორი მომენტი არის, იცი, ყველა შეიძლება არ ეხებოდეს, მაგრამ გადაგილახავთ ძალიან რთული პერიოდები, გესმით? და თქვენ თვითონვე ისწავლეთ აი ამ მდგომარეობებიდან გამოსვლა. თქვენ თვითონვე მიხვდით, როგორ მოძრაობს სამყარო, ხო? როგორ არის ამ სამყაროში ყველა პროცესი მოწყობილი და ახლა ნუ ამ არკანებზე მე არკანს ნამდვილად არ ამოვიღებ. ნუ აი არა რა თქმა უნდა და თვითონვე გაანალიზეთ ეს ყველაფერი თითქოს თქვენ უკვე შეისწავლეთ სამყაროს ენერგეტიკული წყობა როგორ ვითარდება სამყარო და რეალურად როგორ ვიბრირებს სამყარო და თქვენ უკვე ამაზე ხართ გადაწყობილები და მეორე ვარიანტი არანაირი ნეგატივი თქვენთან არ შეინიშნება აი აბსოლუტურად არანაირი ნეგატივი თუ პირველ ვარიანტზე შემეძლო მე თქვა რომ იცი რა ნეგატივი გაკეთებული არ გაქვთ მაგრამ რაღაც კონკრეტულ შემთხვევას მიაქციეთ ყურადღება თქვენთან ამასაც ვერ ვიტყვი მეორე ვარიანტის წარმომადგენლება აი იდეალურ ენერგიებში ხართ ესე გააგრძელეთ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება უღრმესი მადლობა მეორე ვარიანტს ვინც დამითმოთ რომ შემიძლია და უსასრულობამდე ვილაპარაკო ერთ არკანზეც კი ჩემი საყვარლებო უბრალოდ ხო და გადავიდეთ მადლობა მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ და გადავიდეთ მესამე ვარიანტზე რა ხდება თქვენს თავს მესამე ვარიანტის წარმომადგენლები რა ხდება თქვენს თავს აქ მესამე ვარიანტის წარმომადგენლებს ერჩიან მესამე ვარიანტის წარმომადგენლებს კი ნამდვილად გერჩიან მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ვიტყვი იცით როგორი მომენტი არის მესამე ვარიანტის წარმომადგენლებო ნახეთ არ ვიცი მე მინდა ვთქვა რომ თქვენს ცხოვრებაში შესაძლებელია არის ვიღაცა კონკრეტული პიროვნება და ეს შეიძლება იყოს ქალის სახით რომელსაც
აი ვიტყოდი რომ იცი როგორ შურს თქვენი აი შავი შურით ფაქტიურად ხო? ანუ ზუსტად ის უნდა რაც თქვენ გაქვთ, ზუსტად ისე უნდა იქცეოდეს როგორც თქვენ იქცევით, ზუსტად აი ყველაფერი იდენტური უნდა რომ გქონდეს როგორებიც თქვენ ხართ, მიხვდით? და თუ ამას ვერ აღწევს იმდენად შურის და ესეთი მომენტი აქვს რომ ანუ აი ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები ხო არიან მაგალითად რა რომ იმართავენ პრაქტიკას იმიტომ რომ სიტყვაზე თქვენ გაგანადგურონ და ის იყოს აი ის გამოჩნდეს ხო მიხვდით რას გულისხმობ მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის აი თითქოს იც როგორი შურის მომენტია აქვს რომ რატომღაც ფიქრობს რომ ყოველთვის თქვენს ჩრდილშია და ახლა დრო არის რომ ის იყოს პირველ პლანზე და თქვენ არა კი ის იყოს პირველ პლანზე და თქვენ უკვე რაღაცნაირად გადაინაცვლოთ მეორე პლანზე. ანუ რომ მაგალითად რაღაცა მესამე ვარიანტის წარმომადგენლები ძალიან როგორი ადამიანები ხართ იცით? აი ყველგან ჩანხართ მიხვდით? აი სადაც არ უნდა მიხვიდეთ თითქოს ყველგან კამპანიის თუ რაღაცა შეკრება არის მაგალითად ხო სიტყვაზე ვიტყვი. კამპანიის გული ხართ რაღაცა ყველა თქვენ გელოდებათ, ყველგან ჩანხართ. ანუ შეიძლება არც გინდათ ეს, მაგრამ ბუნებრივად ესე ხდება. აი ბუნებრივად ხართ ეგეთი ადამიანები, რომ ყველგან ჩანხართ, ყველგან ხო, აი აბსოლუტურად ყველგან თქვენ ხართ და ეს ეს იწვევს აბსოლუტურად შურის მომენტს. კი, ეს იწვევს შურის მომენტს, მიხვდით და მე ვიტყოდი, რომ არის თქვენი ახლოწრიდან სხვათა შორის ვიტყოდი, რომ არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად მიმართავს შეიძლება პრაქტიკოსაც კი იმისთვის რომ თქვენ რაღაცნაირად დაგხიეთ უკან ხო და წაგართოთ ის წარმატება რომელსაც თქვენ მიაღწიეთ უკან და წაიღოს თქვენგან ის კონკრეტული წარმატების ფორმულა რაც თქვენ გაქვთ კი გესმით რაშია საქმე? ამას დაუკვირდით, აი მაგალითად დაუკვირდით თუ ამ ბოლოს დაგეწყოთ თავის ტკივილი მაგალითად ან რაღაცა ესეთ კონკრეტულ უღონობას, აი რაღაცა ესეთ ძილიანობას ხო არ გრძნობთ. აი კარგად დააკვირდით თქვენს მდგომარეობას, ხო შეიძლება ძალიან მინდა რომ კომენტარებშიც მომწეროთ თუ რამდენად რეზონირებთ და მესამე ვარიანტი. დაუკვირდით ძალიან კარგად თქვენ სიტუაციებს რა ანუ იცით როგორი აი ესეთი ადამიანები ხართ რა. ნახეთ ანუ ადამიანები ხართ, რომლებიც ყველგან ჩანხართ, ყველგან ყველაზე წინ ხართ, ანუ ყველაფერი თითქოს როგორ არის, იცით, აი არ გინდათ, მაგრამ გამოგდით. აი ეს ბუნებრივად მოდის თქვენს ცხოვრებაში და ამაზე არის შეშფოთება ზოგიერთის მხრიდან, ხო? ანუ იმიტომ რომ რატო შენ და არა მე, მაგალითად. აი რატო შენ და არა მე. თუნდაც ოჯახი ყავდეთ, ხო, წარმატებული, ბედნიერი და ასხივებდეთ ბედნიერებას. კი, მაგრამ რატო შენ და არა მე? ანუ მიხვდით? არიან ესეთი ადამიანები და სხვათა შორის და თქვენ სამეგობროში ყურადღება მიაქციეთ ქალბატონს რომელსაც ძალიან მე პირდაპირ ვიტყოდი რომ შურს თქვენ და შესაძლებელია პრაქტიკოსებთანაც კი დადეს. კი, იმისთვისაც აიღოს თქვენი ეს ბედნიერება, ეს სიხარული, ეს რაღაცა, ხო? რომელიც თქვენ ესე ძალიან მძაფრად გაქვთ. შესაძლებელია თქვენი ფინანსური ენერგიაც. კი? შესაძლებელია თქვენი ფინანსური ენერგიის მოპარვაც უნდა. ან უკვე აკეთებს ხო ამას რომ მოიპაროს და დაგცალოთ აი ამ ფინანსური ენერგიებისგან. მე არ ვიტყვი რომ აქ ვიღაცა ფულოდ ზის და შემოსავალის წყარო ან შემოსავალი საერთოდ არ აქვს, არ ვიტყვი ამას. შეიძლება შემოსავალი გაქვთ, მაგრამ ცდილობენ აი ამ თქვენი ენერგიების მოპარვას. აი აბსოლუტურად ნამდვილად ცდილობენ თქვენი ენერგიების წაღებას, მოპარვას. უკაცრავად გაცლას აი ბედნიერების რაც თქვენ გაქვთ, იმიტომ რომ ეს არის აი აბსოლუტურად შავი შური თუ ვინმეს ადამიანებს თქვენი შურთ. იმიტომ რომ თქვენ ხართ ესეთები, ანუ მიხვდით, ესეთები როგორებიც, აი თითქოს მზის ადამიანები ხართ, ხო ხვდებით? ანუ სადაც არ უნდა წახვიდეთ ასხივებს, სიყვარულს, ბედნიერებას, სითბოს და ნუ ეს არ მოწონთ ხალხს რა. დააკვირდით თქვენს გარშემომყოფთ, მეგობრებო, კი. გარშემომყოფებს დააკვირდით აუცილებლად. ვინ არის თქვენთან ერთად, ხო? ვინ დგას თქვენს გვერდით? კი. ვინ დგას? თითქოს როგორი მომენტიც გაქვთ, იცით, რომ აი რაღაცეები რაც უნდა გამოსულიყო უკვე აქამდე და რაც ერთი წამი თვითონ ამოიყარა კი და მე აღარ ჩავდებ ამ არგანებს.
იცით არის თვითონ რაღაცები რაც უნდა მომხდარიყო. ძალიან ბევრჯერ გაგიცრუვდათ იმედი მაგალითად რაღაც კონკრეტული საქმეების ან რაღაცების გამოსვლას ელოდებოდით და რატომაც არ გამოვიდა. აქ შეიძლება იყოს სასიყვარულო ურთიერთობა ოჯახის ხო ოჯახი თუ ვინმეს ყავთ ან მაგალითად პარტნიორი თუ ვინმეს ყავთ ხო აქ შეიძლება რაღაცა პრობლემები ყოფილიყო სასიყვარულო სფეროში მაგალითად. დააკვირდით აი ამ კონკრეტულ მოცემულ სიტუაციას და ეს არის აუცილებლად თქვენს ახლოს მყოფი არ ვიცი ხა მეგობარი ნათესავი არ ვიცი ვიღაცას ვისაც შავი შურით შურს თქვენი აბსოლუტურად ჩამოკარგება მესამე ვარიანტი ძალიან დააკვირდით სიტუაციას რაც იმიტომ რომ ნახეთ ნელ-ნელა გაცლიან რესურს ეს იქნება ფინანსური ეს იქნება ბედნიერება ეს იქნება ანუ მენტალური ჯანმრთელობა ხო აი რაღაცა არ ვიცი თითქოს ყველაფერი ხელიდან გეცლებათ და თქვენ არ იცით ვერ ხვდებით რატომ კი აი ეს არის ის რაც არ ვიცი არავინ არ უნდა გააკეთოს აი ეს არის სულ ვიძახი ხოლმე რომ არავინ არასოდეს არაფერი ეგეთი არ უნდა გააკეთოს ხო მაგრამ კი გულის ტკივილი რაღაც კონკრეტული მომენტში ელოდებოდით რაღაც კონკრეტული საქმის გამოსვლას მაგალითად და უცებ აი ერთ წამში ჩაფლავდა ყველაფერი და არ გამოვიდა არაფერი ხო ან რაღაცა იდეალური პარტნიორული ურთიერთობები ხა საჯარო გაშლა და ყველას უბრალოდ ვერ მოვარგებ სიტუაციას თქვენზე მოირგეთ რასაც ხა გულისხმობ მაგრამ შეიძლება პარტნიორული ურთიერთობები და რომელიც უცებ აი რადიკალურად გაფუჭდა და თქვენთანაც ვერ მიხვდით რატო გაფუჭდა იმიტომ რომ არანაირი წინაპირობა ამის არ უნდა ყოფილიყო წესი და კანონით ხო აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენ დაიბრუნებთ თქვენ სასიცოცხლო ენერგიას ჩემოკარგებო კი მოდით აბა ვნახოთ რა უნდა გააკეთოთ თქვენ იმისთვის რომ თქვენი ეს ბედნიერება და სასიცოცხლო ენერგია დაიბრუნოთ აბა ვნახოთ რა უნდა გააკეთოთ თქვენ ამისთვის მესამე ვარიანტის წარმომადგენლებმა რა უნდა ქნათ მესამე ვარიანტის წარმომადგენლებმა ამისთვის მესამე ვარიანტის წარმომადგენლებს მე ვიტყოდი პირდაპირ თქვენ აუცილებლად უნდა ეცით არის არ მიყვარს ხოლმე ესეთი თქმა მაგრამ უნდა მიმართოთ ტექნიკს ნახეთ ვისაც შეუძლია რომ აი ამ ყველაფერთან გაგანთავისუფლოთ რასაც ეს ეზოთერიკაში და ეზოთერიკოსები ეძახიან გაწმენდას მაგალითად ხო აი ეს აუცილებლად გჭირდებათ იმიტომ რომ გადატვირთოთ თქვენი ენერგიები და დაუბრუნდეთ იმ საწყის თქვენ მდგომარეობას რომელშიც იყავით კი აქ მესამე ვარიანტის ყველას არ ეხება ვინც მედიტაციებში ხართ გააგრძელოთ ჩემოსაყვარლებო ვინც აფირმაციებს აკეთებთ მედიტაციურ ტექნიკებს იდეალური ვარიანტია თქვენთვის გააგრძელეთ აბსოლუტურად არ დანებდეთ არ შეეშვათ იმიტომ რომ აი ეს თქვენი ბმა სამყაროსთან და იმ ვიბრაციულ დონეებთან ამაღლებს თქვენს ანუ დაცვით უნარებს მიხვდით კი მაგრამ რჩევა მაინც რომ თუ მიმართავთ ტექნიკს იქნება იდეალური რომ დაიწყოთ თქვენი ახალი ცხოვრება თუმცა ახალი ცხოვრება ისეც მაინც მოვა კი და დაბრუნდება თქვენ ცხოვრებაში ის კეთილდღეობა და ყველაფერი რაც მოპარულია თუმცა ამის სწრაფად მოსაგვარებლად და გასაკეთებლად კი აუცილებლად შემოკარგებთ თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება ნამდვილად უბრალოდ დააკვირდით ადამიანებს თქვენს გვერდით დააკვირდით ვისთან გაქვთ კონტაქტი დააკვირდით თქვენს გარშემომყოფთ კიდევ ერთი რჩევა რომ ნუ ილაპარაკებთ ნურავისთან ყველაფერზე ანუ მიხვდით ყველაფერს ნუ ეტყვით ნურავის ჩემოკარგებო ნახეთ იმაზე რაც ჯერ არ გამოსულა იმაზე მაგალითად რაც ცელოდებით რომ გამოვიდეს არ თქვათ წინასწარ ნუ ილაპარაკებთ ადამიანებთან იმიტომ რომ ადამიანები არიან ანუ მოშურნეები მიხვდით ყველას არ უხარია თქვენი ბედნიერება და ყველას არ უხარია ეს თქვენი რაღაცა წარმატება და აღმაფრენა და ის რომ ყველაფერი ძალიან კარგად გაქვთ ოჯახში თუნდაც პარტნიორულ ურთიერთობაში ხო თუნდაც თქვენი იდეალური ქმრის შეიძლება ნებისმიერ შეშურდას ჩემოსაყვარლებო და ამიტომ ძალიან გთხოვთ ნუ ილაპარაკებთ ყველაფერს ყველასთან არ აქვს მნიშვნელობა ის არის თქვენი ნაცსავი თქვენი ღმერთო მაპატიე მაგრამ თქვენი და ასე შემდეგ ხო არ აქვს მნიშვნელობა ზოგ შეიძლება უბრალოდ არც უნდადეს მაგრამ თვალი აქვს ესეთი მიხვდით ანუ აი ძალიან ცუდი ენერგეტიკული ველი აქვს და ძალიან მარტივად შეუძლია რაღაცების გაფუჭება და დამსხვრევა ამიტომ ნუ ილაპარაკებთ ეს ყველას ეხება აბსოლუტურად ის რაც ჯერ არ გამოსულა ნუ ილაპარაკებთ ყველაფერზე ჩემოსაყვარლებო ნუ
არა. აბსოლუტურად არა. ნამდვილად არა. უღრმესი მადლობა ყველას ვინც იყავით ჩემთან ერთად, ჩემო კარგებო და საყვარლებო. ძალიან მიყვარხართ ყველა თითოეული თქვენგანი. პირადი კონსულტაციებისთვის ავპინავ პირველ ვიდეოში და შეგიძლიათ მომმართოთ. უღრმესი მადლობა რომ დამიჯნეთ თქვენი ესეთი ძალიან ძვირფასი დროებით მიყვარხართ სულ ყველა. გემშვიდობებით ნახვამდის თქვენი პირადი ტაროლოგი თათა.